თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ყავს. დავით ავალიანი ფონდის ხელმძღვანელად თბილისის ვიცე-მერმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ავალიანის თქმით, ფონდი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და ვადაში დასრულდება ის პროექტები, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის ხორციელდება. მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას თანამშრომლებიც. ფონდის ახალი ხელმძღვანელის განმარტებით შესრულდება ყველა ის დაგეგმილი პროექტიც, რომლებიც თბილისის უბნების რეაბილიტაციას ეხება. ყველა ის მუშაობა, რომელიც დაწყებული ჰქონდა ფონდს, გაგრძელდება ჩვეული რეჟიმით. ყველა პროექტი, რომელიც დაწყებული აქვს, დასრულდება და პირიქით ვეთვლი, რომ ფონდის მუშაობა იყო ძალიან კარგი და უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ქალაქი რო არის ლამაზე, ერთ-ერთი ფონდის დამსახურებაც არის მათ შორის. დავკვირდნენ, რომ ფონდის ყველა თანამშრომელს გააგრძელდება ხელშეკრულებები და ფონდი გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რაზეც ნამდვილად თანახმა არის ყველა თანამშრომელი და სიამოვნებით გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას.